ტყუპებო, მერკური, შენი მმართველი პლანეტა, 26 ივნისიდან შედის ლომის ბრწყინავ და თავდაჯერებულ ნიშანში. აქ ფიქრი აღარ არის ჩუმი. აქ აზრი ითხოვს სცენას და სიტყვა აპლოდისმენტებს. მერკური ლომში ზოგადად. აზროვნება ხდება კრეატიული, დიდსულოვანი. საუბარი, თეატრალური, დრაივით სავსე. გონება იწყებს საკუთარი თავის გამოხატვას ლიდერობით და თამამად. ეს არის დრო, როცა გინდა არა უბრალოდ თქვა, არამედ შეატყობინო. როგორ იმოქმედებს ეს ტყუპებზე? მერკური შენს მესამე სახლშია, კომუნიკაციის, იდეების, წერილების, კონტაქტების, მედია სივრცის სახლში. ეს ნიშნავს, შენი აზრები ხდება გაბედული, ხმამაღალი და კრეატიულად შეფუთული. შეგიძლია წერო, იმუშავო შინაარსზე, იმოღვაწეო საზოგადოებრივ სივრცეში. თამამად გამოხატო შენი ხედვები, მათ აქვთ შანსი, სხვებით შთააგონონ. სადაც ილაპარაკებ, იქ მოგისმენენ. როგორ გამოიყენო ეს ენერგია? იმუშავე პირად ბრენდზე. გამოაქვეყნე იდეები სოციალურ მედიაში. იყავი თამამი მოლაპარაკებებში. დაწერე და პოსტე ის, რაც გულში გაქვს, მაგრამ სხვების გულამდეც მიდის. მოამზადე პრეზენტაცია, დაიცავი შენი პროექტი. ეს არის დრო, როცა ინტელექტი და კრეატივი ხელჩაკიდებულები გამოდიან სცენაზე და შენ ხარ მთავარი გმირი. ტყუპებო, მერკური ლომში გეუბნება, შენ არა მხოლოდ ჭკვიანი ხარ, შენ სიტყვას შეუძლია ინსპირაცია.